გროვდება 13 დეკემბერი, როგორც ხედავთ ჩვენ თავარი მოვლენის მასპინძელი დარბაზის წინ დგავართ. დელეგაციები დღეს გაივლიან უკვე რეპეტიციებს, მათ შორის არის საქართველოც და მე უკვე ხედავ ჩვენს წარმომადგენლებს და მოდი ერთად გავიგოთ თუ როგორი არის მათი მოლოდინი და განწყობა. ანიტა, სალამი, როგორი არის განწყობა და როგორი არის მოლოდინი რა გვითხრა? შენ გუნდთან ერთად ხარ თან ხა? მოდი გითხარი ხა? როგორია განწყობა? ძალიან მიხარია, ერთი სული მქონდა, როდის დავდგებოდი სცენაზე და ეხლაც ერთი სული მაქვს, როდის დავდგები. შენი აზრით როგორ იქნება სცენა? პირველად ნახულობ, როგორც ვიცი? კი და როგორც ვიცი, არის ძალიან დიდი. პირველად დავდგები ასე დიდ სცენაზე, მარტო ფოტოში მაქვს ნანახი სცენა და აი, არ ვიცი, ერთი სული მაქვს. შენი გუნდის წევრები არიან ხა? ბავშვებო, როგორია განწყობა რა გვითხრათ? ყველანი ძალიან კარგ განწყობაზე ვართ და ჩემი მოლოდინებია და ყველას რომ ძალიან ლამაზი იქნება ეს სცენა და ძალიან კარგი განწყობა გვაქვს ყველას. წუთებში გადის რეპეტიციას, ჩვენ რეგულაციებიდან გამომდინარე არ გვაქვს უფლება გაჩვენოთ თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ ველოდებით ევროვიზიის ოფიციალურ საიტს, რომელიც აუცილებლად გაგვიზიარებს ფოტოებს, ჩვენ ვრჩებით აქ, რადგან გავიგოთ თუ როგორი კმაყოფილი იქნება ანიტა და ჩვენი ქართველი წარმომადგენლები. სცენაზე გავიდოდით, ცოტათი ნერვიულობდით, მაგრამ როდესაც დავდექით, უკვე ეს ნერვიულობა გაქრა, იმიტომ რომ აი ძალიან ლამაზი სცენაა და ძალიან ვისიამოვნე ჩემი სიმღერით და ამათი ცეკვით და ძალიან სასიამოვნო პროცესიც იყო. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ცოტა ვღელავდით, ბავშვებიც ღელავდნენ, იმიტომ რომ პირველად გადიოდნენ სცენაზე და ის ემოცია, რაც მოაქვს ამ სიმღერას, მაქსიმალურად წამოვიდა სცენიდან, ანიტამ ეს შესძლო და ჩვენმა მოცეკვავებმა ზუსტად იგივე გააკეთეს. რაზეც ნერვიულობდით, რომ არ ყოფილიყო ამოვარდნა ქორეოგრაფიასა და სიმღერას შორის, არ მოხდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღეს პირველი რეპეტიცია გქონდა. ბავშვები სასწაულები არიან, ძალიან მაგრები არიან, ანიტა და თავისი გუნდი მოცეკვავეებიც ძალიან მაგრები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეხლა რეპეტიციის და ტექნიკური აწყობის დრო იყო ეხლა და გავდივართ ამ ტექნიკურ ნაწილს. რაღაცები კარგი იყო, ზუსტი იყო, რაღაცები გასასწორებელი იყო და ვასწორებთ ეხლა. მთლიანობაში კმაყოფილები ვართ რა. ევროვიზიის კოსტიუმი ყოველთვის სცენის გაგრძელება, სადაც პატარა არტისტები წარმოაჩენენ თავიანთ თავს, თავიანთი ზღაპრული სიმღერით და თავიანთ ამბავს გვიყვებიან. ჩვენი მოვალეობა რომ მათ ამაში ხელი შეუწყოთ. ფაქტურები, რა თქმა უნდა, სიმღერიდან გამომდინარე გვაქვს, სადაც ნაზი ელემენტები გვაქვს, ნაზი ქსოვილები გვაქვს, სადაც ცოტა ენერგიული და ის შემოდის გეომეტრიული ხაზები გვაქვს და პატარა მანათობელი დეტალებიც გვაქვს. ხედავთ ოლიმპიური ქალაქიდან გადმოვინაცვლეთ ყუმაში, სადაც ახლა მიმდინარეობს საბავშვო ევროვიზია 2025 წლის გახსნის ცერემონია. აქ შეიკრიბნენ გულშემატკივრები, რანინას წევრები, ევროვიზიის მონაწილეები და მოდი ერთად გავიგოთ თუ რას უსურვებენ ჩვენს წლევანდელ კონკურსანტს ანიტა აბგარიანს. ჩვენთან ერთად არიან საქართველოს ყოფილი მონაწილეები ევროვიზიაზეც. გამარჯობა. რას უსურვებთ ჩვენს წლევანდელ ძალიან ნიჭიერ მონაწილეს? დიდ წარმატებებს, არ ინერვიულოს და ისიამოვნოს სცენაზე. რა თქმა უნდა, უმაღლეს შედეგის დადებას უსურვებთ და ძალიან ნიჭიერი, ძალიან საყვარელი გოგოა და რა თქმა უნდა, საუკეთესო სიმსახურებს. რას ურჩევთ? მეც რა თქმა უნდა ურჩევ რომ არ ინერვიულოს და ყველაფერი გამოვა, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერია და ძალიან საყვარელი გოგონა. მე უსურვებ ისა გამარჯვებას და რაც თავარია წარმატებებს. დღეს გვაქვს ბავშვებისთვის პირველი მიღება და მერწმუნეთ ეს კონკურსი და ეს ფესტივალი არ არის გამარჯვებაზე, ეს არის სიხარულზე, სიყვარულზე და ბავშვების ლაღ გარემოზე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი შევქმნით იმისთვის და ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს დაუვიწყარი გარემო იყოს. ხელს გვიწყობს ახალი წელი, განწყობა, განათებული თბილისი და ვფიქრობ, რომ ჩვენი ბავშვები, რომლებიც მობრძანდებიან 12-ში და 13-ში დარბაზში და კიდევ უფრო მეტი 70 მილიონამდე ადამიანი, რომელიც
დაჯდება ტელეეკრანთან, ამ დაუვიწყარი შოუს ნაწილი გახდება. ეს იქნება არაჩვეულებრივი. მათთვის მე ვფიქრობ, რომ დაუვიწყარი დღესასწაული, რომელიც აუცილებლად მთელი ცხოვრება გაყვებათ. მუსიკა თავისთავად და ხელოვნება ყოველგვარ საზღვრებს ანგრევს. ეს არის ისეთი სფერო, რომელსაც არ ჭირდება მართლა არც თარგმანი, არც შუამავალი, არაფერი. ისინი იმეგობრებენ და იქნებიან ამ სამყაროს მომავალი. წვეულებაზე მართლაც ძალიან გავერთე. სასიამოვნო იყო სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებთან შეხვედრა. ძალიან მეგობრულები არიან და მოუთმენლად ველოდები როგორც გამოსვლებს, ისე მათთან კიდევ უფრო აქტიურ კომუნიკაციას. Yes, I'm very excited. ძალიან ემოციურად ვარ. რამდენიმე წუთის წინ სხვა მონაწილეებთან ერთად ვცეკვავდი. ყველამ ვიმხიარულეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. I'm happy to be here. დღე მართლაც ძალიან სასიამოვნოდ გავატარე. რეპეტიციამ შესანიშნავად ჩაიარა. წვეულებაზეც ბევრი ვიხალისე. საქართველო უკვე ძალიან შემიყვარდა. ამ ამაღლებული განწყობით გემშვიდობებით მინდა რომ თითოეულ მონაწილეს ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო და განსაკუთრებით ჩვენ მონაწილეს ანიტა აბგარიანს.